გამოძიება გრძელდება ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. გენერალურ პროკურატურაში გამოძიებას კითხვებს დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა დავით სუჯაშვილმა უპასუხა. ის საგამოძიებო უწყებაში პირველ საათზე შევიდა, შესვლამდე კი მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. საგამოძიებო უწყება 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს ჩადგმის ეპიზოდს იძიებს. საკითხზე უკვე გამოიკითხა რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი. მმართველი გუნდი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას გაუმართლებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ერთპიროვნულად მოქმედებდა, რამაც სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის გამოც გახარიამ პასუხი უნდა აგოს. თემის დეტალებით მაკა ლაშხია გვერდდება, მაკა გისმენთ. თითქმის 3 საათის განმავლობაში პასუხობდა საქართველოს დაზვერვის ყოფილი მეთაური გამოძიების კითხვებს, როგორც დავით სუჯაშვილმა განმარტა. კითხვები ძირითადად შეეხებოდა იმას, იყო თუ არა უწყება ინფორმირებული ამ საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით, რაზეც სუჯაშვილმა მედიას გვიპასუხა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ იყო ანგარიშვალდებული დაზვერვის სამსახურთან, რომ ინფორმაცია მიეწოდებინა, თუმცა მან ასევე განმარტა ის, რომ ის ასევე იყო საბჭოს წევრი, უსაფრთხოების საბჭოს წევრი, მუდმივ მოქმედი წევრი. შესაბამისად გიორგი გახარიას უნდა განეხილა აღნიშნული საკითხი. ამ საბჭოში შესაბამისად მისი თქმით ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიას საბჭოს ხდომა არ მოუწევია, შესაბამისად არ მომხდარა მათი ინფორმირება, როგორც სუჯაშვილმა აღნიშნა. მან საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო მას შემდეგ, რაც ცნობები გავრცელდა მედიის საშუალებით. საიდუმლო არ არის ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ვიყავი დაბარებული. მე მინდა საზოგადოებისთვის პატარა მონახაზი გავაკეთო ამ პროცესის. ესე იგი, იცით რომ სალამ ეს შეხვედრა ჩატარდებოდა, იყო ორი საბჭო, ეს არის უსაფრთხოების საბჭო, რომელიც პრეზიდენტს ექვემდებარებოდა და სახელმწიფო უსაფრთხოების კრიზისების მართვის საბჭო. ეს ორი საბჭო რო გაუქმდა, მე ჩატარდა რეფორმები. და შეიქმნა ახალი ეროვნული საფრთხოების საბჭო. ამან წაიღო თავის პერიოდი, ხო? და ეს იყო პირველი შეხვედრა და ძირითადად ეს შეხვედრა ატარებდა ტექნიკურ, ასე ვთქვათ, საორგანიზაციო ხასიათს. აქ პოლიტიკის შეიმუშავეს ანხორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. როგორ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ერთი უწყება და მეორე უწყება რაღაც საქმიანობას ანხორციელებდეს ისე, რომ არ აყენებს საქმის კურსში მას, რომელიც საქმის კურსში უნდა იყოს. და პასუხისმგებელია ამას. ვალდებულება არ იყო, რომ მათ დაზვერვის სამსახურებისთვის ეთქვიათ, იმიტომ რომ ჩვენი სპეციფიკა სულ სხვა, თუმცა კარგი იქნებოდა თუ ჩვენც ვხსოვდით. რაც მე მაქვს ინფორმაცია, ესე იგი მოსახლეობა ჩავარდა საკმაოდ რთულ ვითარებაში, იქ საგუშაგოები, დამატებით საგუშაგოები გახსნეს რუსეთის ფედერაციამ გახსნა დამატებით საგუშაგოები და სამეთვალყურეო საშუალებები დაამონტაჟა. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემა. გენერალური პროკურატურა გამოძიებას რამდენიმე მუხლით აწარმოებს და მათ შორის ერთ-ერთია სწორედ ჩორჩანას ეპიზოდი, რომელიც ეხება 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადგმულ საგუშაგოს. საკითხთან დაკავშირებით გამოიკითხა არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, მაგალითად გუშინ გამოძიების კითხვებს უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლევან იზონიამ. წინა პერიოდში კი ამავე საკითხზე გამოძიების კითხვებს პასუხი გასცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა და მისმა მოადგილემ. ამავე საკითხზე გამოკითხული არაერთ პირთა შორის არიან ადგილობრივი მკვიდრები, რომელიც ერთხმად აცხადებდნენ, რომ მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის გადაწყვეტილება მიიღო, ამის შემდეგ ადგილობრივებისთვის გაუარესდა მდგომარეობა ადგილზე. კონკრეტულად ადამიანებს, ადგილობრივებს ამ ეტაპისთვის არ ეძლევათ საშუალება ისარგებლონ მიმდებარე ტყით და საძოვრებით. მე შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების პოზიციაა, რომ მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თვითნებურად მიიღო აღნიშნულ საკითხთან გადაწყვეტილება და არ მოახდინა არც ერთი უწყების ინფორმირება. ამის შედეგად კი იზარალა ქვეყანამ, კონკრეტულად ის, რომ საქართველოს ტერიტორიები საქართველოს დაკარგა გარკვეულ ტერიტორიაზე კონტროლი. მე აქვე შეგახსენებთ, რომ ამავე საკითხზე მოკვლევას აწარმოებს დროებითი საგამოძიებო კომისია და უკვე ორჯერ უპასუხა გიორგი გახარიამ კომისიის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს. მადლობა, პირდაპირ ეთერში მაკა ლაშხია საუბრობდა.